ხათა ადუნაი ლენო მელეხა ყოლამ როკერ არեց ამაი ბარო ხათა ადუნაი ლენო მელეხა ყოლამ ამაკინ იცადიმ გობერ ლევიშვილი, აბნიელოვი, მეკინულოვი და იზრულაშვილი. ახალციხელი ებრაელის სტატუსს დღეს მხოლოდ 8 ადამიანი ატარებს. ის, ვინც საქართველოდან წასვლა ვერ შეძლო. ისრაელში ახალციხელი ებრაელების წასვლაზე ამბობენ, რომ ღვთისრჩეულიერი ერთი სამშობლოდან მეორეში გადაცხოვრდა. წმინდა მიწაზე ქართული ენითა და შენარჩუნებული ტრადიციებით ბრუნდებიან. მშობლიური ენა ივრითი დიდი ხნის წინ დაივიწყეს. ბარო ხათა ადუნაი ლენო მელეხა ყოლამ შეაშა ლი კოლ цареби ბარო ხათა ადუნაი ლენო მელეხა ყოლამ შალომ ალეხემ იცრარი მირამ შვიდობა მოგცეს ღმერთმა ესე მე რო გეუბნები შალომ ალეხემ შეცუნა მითხრა შვიდობა მოგცეს ღმერთმა თუ იერუსალიმი დავივიწყე მაშინ ღმერთმა მარჯვენა ხელი დამივიწყოს ამ ლოცვით იწყება დილა საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის. ფიცი, რომ ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, უკვე 26 საუკუნეა თაობიდან თაობას გადაეცემა. თუ ამ წელს აქ ვართ, მეორე წელს ვიქნებით იერუსალიმში და ამას თითქმის ლოცვის დროს რიტუალშიც კი აწერა ესეთი, რომ თუ დავივიწყებ იერუსალიმს, ამივიწყოს ღმერთმა მარჯვენა ხელი. თუ ებრაელმა იუდაიზმზე თქვა უარის, უკვე არაებრაელად მოიხსენიება. ამ რელიგიის შემონახვით გადარჩეს ებრაელთა ერი. რაც არ დაივიწყოს, ეგ იყო სარწმუნოება. დანარჩენი ყველაფერი ქართველ ებრაელს ქართული. ისტორიული სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე და რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობა ებრაელი დიასპორის ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელი პირობა აღმოჩნდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლება ახალციხეში და აწულში ყოფილა. სამცხე-ჯავახეთში ებრაელთა დასახლების კვალს შუა საუკუნეებზე უფრო ადრე არ მივყავართ. თუმცა საგულისხმოა ქართველ არქეოლოგთა აზრი ანტიკური ხანის ქალაქის წუნდის ერთ-ერთ უბანზე, ჯიუტმალაზე, იგივე ურიათა უბანზე. რის მიხედვითაც ებრაელები სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ანტიკური ხანიდან ცხოვრობენ. სამწუხაროდ ამ ფაქტის სხვა დამადასტურებელი წყარო არ არსებობს. ყველაზე უფრო ადრეულ წერილობით ცნობას სამცხე-ჯავახეთში ებრაელთა დასახლების შესახებ ფახუშტი ბატონიშვილის აღწერა სამეფოსა საქართველოს აგვაძლევს, რომელიც ებრაელებს ურიებად მოიხსენიებს. ახალციხეში, ახალქალაქში, აბასთუმანში, ხერთვისში, აწყურში, გოკიოსა და ბარალეთში გარნასახლობენ სომეხნი, ურიანი და მესხნიცა. საქართველოს ისრაელს შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მოისპო, თუმცა მანამდე 1979 წლიდან ახალციხელმა ებრაელებმა საქართველოს დატოვეს და ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ. ამ პროცესმა მასშტაბური სახე 70-იანი წლებიდან მიიღო. ეს ყველა ებრაელის სურვილი იყო, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება ხელს იმ საბუთზე აწერინებდა, რომ ისინი უკან არასდროს დაბრუნდებოდნენ. ებრაელებმა ახალციხე იძულებით მეორედ უკვე 90-იან წლებში დატოვეს. პოლიტიკური გარემო, რომელმაც საქართველოს იმ პერიოდში მოიცვა ებრაელებისთვის აუტანელი აღმოჩნდა. ქვეყნის მაშინდელ ხელისუფლებას კი მათი დაცვა არ შეეძლო. რომ არა მხედრიონი ახალციხეში დღეს 20 ოჯახით მეტი ებრაელი მაინც იქნებოდა, ამბობენ ისტორიკოსები. იარაღით ხელში, ვითომ ჩვენი ბჭყალებში ეროვნული პატრიოტები რომ დარბოდნენ და რიგრიგობით აცებდნენ ბავშვებს გამოსასყედის გამო, უვარდებოდნენ სახლებში და ძარცვავდნენ. მერე გული ეთკინათ ძალიან. კარგი ოჯახები იძულებული გახდნენ წასულიყვნენ სწორედ იმ განუკითხაობის დროს და არა მაშინ, როცა დაიწყო ალია ისრაელში. თელმა ახალციხემ იცეს. არაფერი არ არის დასამალი. ახლა კარგი ვთქვათ ლამაზი სიტყვები, კარგი ფრაზები გაუმარჯოს ქართველების და ებრაელების მეგობრობას, მაგრამ ხომ იყო ესეც? ეს შავბნელი ხანა ხომ იყო? იერუსალიმის სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ებრაელებს ამ დრომდე იბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა ალია, ანუ სამშობლოში დაბრუნების პროცესი ისევ აქტიურად მიმდინარეობს, ახალციხეში არიან ისეთი ებრაელები, რომლებიც ფიცის მიუხედავად ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებენ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე. მე ჩემი სამშობლო მიყვარს, ისე მიყვარს, რომ 80 წელიწადი აქ ვიზრდე, ის არც ისრაელი არ ყოფილვარ. თქვენ გინდათ წასვლა ისრაელში? ხან მინდა და ხან არა. აქ ჩემი პასუხი ეს არის. ეგ რას ნიშნავს? აი, რატომ მინდა? იმიტომ რომ ძალიან მარტოობას გრძნობ. მარტო დავჭით, ხო გითხარით? ნაწილი ისრაელში ცხოვრობს, ჩემი ნაწილი მოსკოვში ცხოვრობს. მარტო დავჭით და მეორე მხრივ, რა ვიცი, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მე მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხიც მიყვარს.
სოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ებრაელებმა დევნა და შევიწროვება არ განიცადეს. სანამ ქვეყნები დემოკრატიის მაღალ დონეს მიაღწევდნენ, მათთვის საზოგადოების ეთნიკური ნიშნით დაყოფა უცხო არ ყოფილა. ახალციხელი ებრაელები ირწმუნებიან, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ანტისემიტიზმს ადგილი არ ჰქონია. მათივე თქმით, რელიგიური სტერეოტიპები და საზოგადოების ეთნიკური ნიშნით დაყოფა შენ ხარ ებრაელი არც არასდროს ყოფილა. ამის მაგალითად ახალციხელ ებრაელებს ქალაქის ძველ უბანში, რაბათში ერთმანეთის მეზობლად მცხოვრები ქართველის, სომეხის, რუსის, მაჰმადიანი მესხის, ბერძენისა და ებრაელის დამოკიდებულება მოჰყავს. ისრაელი სამშობლო და საქართველო დედა ჩემი.